კიდევ ერთხელ მოგესალმებით, რადიო კომერსანტის თემა აგრძელებს თქვენთვის მუშაობას და ახლა ტრადიციული რუბრიკის ჯერიც დადგა, რაზეც ხშირად ყოველ კვირას, ყოველ სამშაბათს საუბრობთ ხოლმე სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის კონკურენცია და მომხმარების უფლებების დაცვა და დღეს ასევე ძალიან საინტერესო მიმართულება და საინტერესო თემა უნდა განვიხილოთ, რაც თქვენთვისაც ვფიქრობ აქტუალური იქნება. დემპინგზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან ერთად. ელენე ცხომელიძე შემოგვიერთდა ანტიდემპინგური ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსი. ელენე, მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დემპინგი ძალიან ესეთი კომპლექსური თემაა, ვიცით ყველამ ძალიან დიდ სიფრთხილესთან ასოცირდება. ძალიან მარტივად მოკლედ რო აუხსნათ პირველ რიგში დემპინგი რას გულისხმობს და შემდგომში ამ მიმართულებით რას საქმიანობს ახორციელებს კონკურენციის სააგენტო. მოგესალმებით, მივესალმებ მსმენელს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ანტიდემპინგური ღონისძიების მიმართულებით ჩვენი სააგენტოს საქმიანობით დაინტერესებისათვის. დემპინგი ეს არის პრაქტიკა, როდესაც ექსპორტიორი მწარმოებელი კომპანია სხვა ქვეყანაში თავის პროდუქტს უფრო იაფად ყიდის, ვიდრე მწარმოებელ ქვეყანაში, ანუ იმ ბაზარზე, სადაც აღნიშნული პროდუქტი არის წარმოებული, საიდანაც ხდება მისი ექსპორტი. ზოგადად ის ითვლება არასამართლიან საფასო პრაქტიკად, თუმცა აღნიშნული ჩვენი კანონმდებლობა არ ფარავს მხოლოდ დემპინგის ნაწილს. ეს რომ ჩაითვალოს დარღვევად, აუცილებელი არის ასევე რომ ადგებოდეს ზიანი ადგილობრივ ინდუსტრიას, რაც მოიცავს სხვადასხვა ფაქტორების შესწავლას, როგორიც არის დაუშვათ მათი გაყიდვების, მოცულობის, წარმოების მაჩვენებლების, მოგების მაჩვენებლების, დასაქმების და სხვა ეკონომიკური ინდიკატორების შესწავლას და იმის დადგენას, რამდენად არის გაურარსებული ბაზარზე მათი მდგომარეობა. კი ბატონო, ელენე, როგორც ვიცი, кейსებიც უკვე ქონია, სადაც კონკურენციის სააგენტომ მოკვლევაც დაიწყო, ხო? ერთი თამბაქოს მიმართულება, ალმატურის ნაწილიც იყო ამ შემთხვევაში, ამ ორ შემთხვევაზეც რო ვისაუბროთ. დიახ, ზოგადად ანტიდემპინგური ღონისძიების სისტემა საქართველოში 2021 წლიდან არის ამოქმედებული. და ამ პერიოდიდან ჩვენ მქონდა სამი შესწავლა, ორი შესწავლა ეხებოდა თამბაქოს იმპორტს, კერძოდ სომხეთიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტებს და აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტებს და მესამე შესწავლა, რომელიც 2025 წლებში მიმდინარეობდა, ეს იყო არმატურის кейსი, ფოლადის ინდუსტრიის кейსი, რომელიც ეხებოდა ირანიდან და რუსეთიდან იმპორტირებულ დაბალნახშირბადოვანი ფოლადისაგან წარმოებულ არმატურას. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი кейსი ჩვენი სააგენტოსთვის ამ მიმართულებით იყო სწორედ აღნიშნული, ესე ვთქვათ, ბოლო кейსი. იქიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასკვნა იყო უარყოფითი და არ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად ანტიდემპინგური ღონისძიებების გამოყენება, ძალიან მკაფიო და ჩანს აღნიშნულ დასკვნაში, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე იღებს სააგენტო გადაწყვეტილებას და ზოგადად ფოლადის ინდუსტრიის წარმომადგენლების გარდა სხვა ინდუსტრიებისთვისაც შეიძლება საინტერესო იყოს აღნიშნული დოკუმენტის გაცნობა იმისათვის რომ კარგად გაიგო. ელენე, გამოდის კი ბატონო, რომ თქვენ თუნდაც ესე უბრალოდ ესე დემპინგს ესე მარტივად როგორც ასეთი მარტივად ესე ასე ვთქვათ გაცხადება რომ ეს დემპინგი არ ხდება, თავისი ფილტრები აქვს და თავისი სტანდარტები. ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ერთგვარი ბალანსიც იქნება, ხო? ერთის მხრივ ბიზნეს მართლა ოპერირებაში ხელია შეეშალოს და მეორეს მხრივ თუ მართლა გამოჩნდა გარკვეულ ფილტრებში თუ გაივლის ეს დემპინგის შესაძლო გამოვლინებები, ფაქტები და ასე შემდეგ, უკვე შესაბამისი ღონისძიებების გადარდეს. დიახ. ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, ანუ რას მოიცავს დემპინგი და უფრო კარგად რას მოიცავს ანტიდემპინგური შესწავლა და უფრო კარგად გავიგებთ თუ რა ფაქტორებს ვითვალისწინებთ. სამი კომპონენტისგან შედგება ჩვენი შესწავლა. ეს პირველი არის, რა თქმა უნდა, დემპინგის დადგენა, რაც გულისხმობს ექსპორტის ღირებულების, ექსპორტირებული პროდუქტის, ესე ვთქვათ, საექსპორტო ფასის შედარებას თვითონ ექსპორტიორი ქვეყნის ბაზარზე არსებულ ფასთან. ეს არის პირველი, როცა უნდა დადგინდეს რეალურად არის თუ არა ეს პროდუქტი დემპინგურ ფასად შემოსული საქართველოში. ამის შემდეგ ასევე როგორც ვახსენე, ზიანს ვადგენთ და მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ჩვენ შესწავლაში ასევე არის გათვალისწინებული, ეს არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა. იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებელია აღნიშნული ზიანი განპირობებული იყოს დემპინგური იმპორტით და არ იყოს სხვა ფაქტორები,
რომლებიც გავლენას ახდენენ ადგილობრივ ინდუსტრიაზე. ასევე თქვენ ახსენეთ, რომ ზოგადად კომპლექსური პროცესია, ჩვენი შესწავლაც და მთავრობის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოიცავს საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებას. აქ შეიძლება იყოს საბოლოო მომხმარებელი ან შუალედური მომხმარებელი, მაგალითად არმატურის кейსი რომ ავიღოთ, ესენი არიან სამშენებლო კომპანიები, აუცილებლად ჩვენს დასკვნაშიც და დადებითი დასკვნის შემთხვევაში მთავრობის მიერ შესწავლილი იქნებოდა უფრო დეტალურად თუ რა პოზიცია აქვს, რა გავლენას იქონიებდა ანტიდემპინგური ტარიფი უკვე აღნიშნული პროდუქტის მომხმარებლებზე. კი ბატონო, ელენე, ალბათ აქაც ორი მიმართულება შეიძლება გამოვყოთ, ხო, როცა კონკურენციის აგენტობა ერთვება საქმიანობაში, თუნდაც იგივე შეიძლება რომელიღაც ბიზნესმა განცხადების საფუძველზე მოგმართოთ რაღაც შესაძლო არაკეთილსინდისმე კონკურენცია დავარქვათ, არც რა დავარქვათ ამას და ამის საფუძველზე დაიწყოთ მოყოლება. ამის პარალელურად კონკურენციის აგენტო მონიტორინგებს თუ ახორციელებს. შეიძლება გარკვეული ნიშნები არ ჩანდეს პირობითა დემპინგის, მაგრამ აი ეს უბრალოდ მონიტორინგის ნაწილს თუ ახორციელებს შესაძლო შემდგომი პრევენციებისთვის. დიახ, რა თქმა უნდა, ზოგადად პროცედურულად ჩვენ ანტიდემპინგური შესწავლის წარმოების უფლება მხოლოდ განცხადების საფუძველზე გვაქვს, თუმცა დეპარტამენტი და სააგენტო პროაქტიულად მუშაობს სხვადასხვა სექტორების შეფასებაზე. ამ სექტორების შეფასების რამოდენიმე საფუძველი არსებობს. ერთი არის დაუშვათ კერძო ინდუსტრიის, ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვა, რომ შევისწავლოთ ეს სექტორი, სანამ მივალთ დაუშვათ განცხადების შევსებამდე და მეორე არის უკვე ჩვენი ინიციატივით ვსწავლობთ ამ სექტორებს. ამ მიმართულებით ერთი მნიშვნელოვანი კვლევა განვახორციელეთ ჩვენ შარშან, ეს იყო დემპინგური იმპორტის მიმართ მოწყვლადი სექტორების იდენტიფიცირების კვლევა, რომლის ფარგლებშიც 10 სექტორი შევაფასეთ და გამოვყავით დემპინგური იმპორტის ზიანის მიმართ მაღალი მოწყვლადობის, საშუალო მოწყვლადობის და დაბალი მოწყვლადობის ინდუსტრიები. აღნიშნული კვლევის საფუძველზე ერთ-ერთი იყო, რა თქმა უნდა, არმატურის და ფოლადის ინდუსტრია, რაზეც გავაგრძელებთ ჩვენ მიუხედავად დასრულებული кейსისა დაკვირვებას და ასევე სხვა სექტორები იყო, რომლებსაც შემდგომში უკვე ცალკეულ უფრო რომლებზეც სიღრმისეულ შესწავლას განვახორციელებთ და ეხლაც მიმდინარეობს მსგავსი კვლევა. არაერთი მიმართულებით განვახორციელებია, მაგალითად კვერცხის მიმართულება, სასუქების მიმართულება, ცემენტის მიმართულება და ეს ყველა ინფორმაცია არის საჯაროდ ხომისაწვდომი ჩვენს ვებგვერდზე. კი ბატონო, ელენე, ასევე საინტერესო იქნება იმ ნაწილზეც რომ გადავიდეთ და ბოლოსკენ სწავლოთ პრინციპში. აი თქვათ, მოკლევის შემდეგ კონკურენციის სააგენტომ დაადგინა დემპინგის ასე ვთქვათ გამოვლინება და რაღაც დემპინგური საქმიანობა კონკრეტულ ინდუსტრიაში. აი აქ უკვე კონკურენციის სააგენტოს პრეროგატივა რა არის, ან სამოქმედო არეალის სივრცე, როგორ მოქმედებს, რის საფუძველზე, რა გადაწყვეტილებებს იღებს? პროცედურულად ზოგადად ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების სისტემაში სამი სახელმწიფო უწყება არის ჩართული. სააგენტო, ჩვენი სააგენტო პასუხისმგებელია შესწავლის წარმოებაზე. ამ შესწავლის საფუძველზე ჩვენ დასკვნას უგზავნით საქართველოს მთავრობას, რომელსაც აქვს 30 დღიანი ვადა, რომ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება და შემდგომ თუ დაადასტურა საქართველოს მთავრობამაც ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეკომენდაცია მიიღო, მაგ შემთხვევაში უკვე შემოსავლების სამსახური არის პასუხისმგებელი ტარიფის ადმინისტრირებაზე. შესაბამისად, ჩვენი სააგენტოს ფუნქცია ამ მიმართულებით არის მხოლოდ ბაზრის შესწავლა და იმ დასკვნის შემუშავება, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი დადებითი დასკვნის მიუხედავად მთავრობას აქვს უფლება, რომ უარი თქვას ანტიდემპინგური ღონისძიების გამოყენებაზე და როგორც ვახსენე, ერთ-ერთი მიზეზი ამ უარისა შეიძლება იყოს ზუსტად საზოგადოებრივი ინტერესი და ის გავლენა, რომელიც აღნიშნულ ტარიფს ექნება უკვე მომხმარებელზე, საბოლოოზე თუ შევარდნოზე. კი ბატონო, და ბოლოს ელენე, ამ ახლო მომავალში თუ იგეგმება რაიმე სხვა სექტორის მონიტორინგის, თუნდაც რაიმე განცხადება ხო არ შემოსულა ეს? განცხადება ახალი არ გვაქვს ამ ეტაპისთვის. ეხლა მიმდინარეობს მუშაობა პლასმასის სექტორის მონიტორინგზე და რა ვიცი 26 წელს დასრულდება ეს. მონიტორინგიც და გასაჭიროდება. კი ბატონო, დიდი მადლობა ესეცლად ინფორმაციის მოწოდებისთვის. თან შემეცნებითი იყო, თან აქტუალურიც მიმდინარე პროცესები ამ მიმართულებით როგორ ხორციელდება საქართველოში, ამის შესახებაც ინფორმაცია გავიგეთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ელენე ცხომელიძე, ანტიდემპინგური ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსი.